ღმერთო რა ვნახე სასიზმრო და საარაკო მხარეა თუ თვით ედემი არ არის ედემის შესადარია სასმიბჯენია მთადაკლდე რაღაც თვალუწვდენელია ძირს ყვავილების ნაქარგი სურმელი მთადაველია აი ესე პათეტიურად დავიწყებდი ჩვენს გადაცემას მაგრამ პათეტიკა აქ არაფერ შუაშია აკაკის სიტყვებია ეს და ხვდები აკაკის შთაგონების წყაროს ეს არის იდეალური ხედები ბევრი თქვენგანია ნამყოფი რაჭაშიც ბევრი თქვენგანია ნამყოფი ალბათ ლეჩხუმშიც მაგრამ ეს მონაკვეთი ბევრს არ ექნება გავლილი გზა ლეჩხუმიდან რაჭისკენ და ალბათ თქვენ სიამოვნებით მიადევნებთ თვალს ჩვენს მოგზაურობას It's not me I'm put aside with my Neverlands and you Idi მდინარე ლაჯანურზე აქედან 300 მეტრში მდინარე უერთდება ლაჯანურ ჰესს გამოვიარეთ გზად სოფელი ორბელი ულამაზესი და შევდივართ ლაჯანაში ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბერლინში მიმდინარეობს კინოფესტივალი ჩვენ რეჟისორს გადასცემენ დათვს იგი დღეს აქ არ იმყოფება და მის მაგივრად მადლობას მოიხდის შემოქმედებითი ჯგუფი. გთხოვთ ამობრძანდეთ სცენაზე ხატრული თვითშემოქმედება იაფასიანი ხუმრობების სერიიდან. ქართული კულტურის თავისებურებები, წყარო ერთი შეხედეთ, სოფლის ცენტრი, არ დავასახელებ სოფელს, კაკლის ჩერო, აქვე წყარო, დასაჯდომი ადგილი მშვენიერი სიგრილეში, მაგრამ შეხედეთ, რა სიბინძურია ნაგავი, სადაც ცხედან იქვე ყრიან ყველაფერს, ან ურნა დადგან, ან რაღაც ეხლა წუწუნებ, ბერი კაცი თუ ინტრიგანივით, მაგრამ მართლა ულამაზო შესახედია, მიხედეთ თქვენივე სოფელს, სადაც თქვენ თვითონ სხეთხართ და დროს ატარებთ. გახრეტილი მილით უცნაური წყაროა, რაღაც მაინც დაუდევრობის ამბავია, საზამთროს გამდინარე წყალში გაციებისა არის. ლაილაშის თემის ერთ-ერთი სოფელი ღუ და ებრაელთა სასაფლაო. როგორც ვიცით, ებრაელებს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდათ ლაილაშის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი ძირითადად ხელოსნობაში და ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი. და როგორც ვიცით, მათ ქართველმა ებრაელებმა შემოგვინახეს ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი, ტყავზე დაწერილი თორა, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც ლაილაშის ბიბლია. იგი 1957 წელს იპოვეს სვანეთში. ლაილაშის ცენტრი, ეგრეთ წოდებული ბაზარი. სახელი განაპირობა, როგორც ჩანს, იმან რომ აქ იყო სავაჭრო გზების გადაკვეთა. როგორც ვიცით, მულტიკულტურული საზოგადოება იყო ლაილაში თავმოყრილი. სომხები, ებრაელები, ბერძნები და ბუნებრივია ქართველები. 1904 წელს ამ ადგილას გაჩნდა ხანძარი. ებრაელების სახლები იყო მიჯრით ერთმანეთზე მიმდგარი და სამწუხაროდ დაიწვა და განადგურდა და დღემდე არის ამ ადგილას სინაგოგა.
1912 წელს აკაკის მოგზაურობის დროს სავაჭრო გილდიამ ეგრეთ წოდებულმა აჩუქა მას ვერცხლის ტროსტს. მე-19 საუკუნის 60-იანი წლების აღწერით სოფელში 125 კომლი, ანუ 900-მდე მოსახლე ცხოვრობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მურიდან ადმინისტრაციული ცენტრი იქნა გადმოტანილი ლაილაში, მოსახლეობა მკვეთრად იმატა და დაახლოებით 3000 მიაღწია. მაგრამ შემდეგ ისევ წავიდა დავა სამაზო ქალაქად ცაგერის გამოცხადების შესახებ. იმდროინდელი მოსახლეობა სამად იყო გაყოფილი. ერთნი მოითხოვდნენ ლაილაში დატოვებას ცენტრის, მეორენით ცაგერში გადმოტანას, ხოლო იყო მესამე ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომლებიც ლობირებდა სოფელ ორბელს და იქ განთავსებას სამაზრო ცენტრის. საბოლოოდ მაინც იმ ჯგუფმა გაიმარჯვა, რომლებიც ცაგერზე დებდნენ ფსონს. ძირითადი არგუმენტი მათი იყო ის, რომ ძნელად მისადგომი იყო ლაილაში და სოფელ ღუსთან მოზღვავებული მეწყრების გამო პრაქტიკულად გზა თითქმის სულ ჩაკეტილი იყო. ლაილაშის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ოქრონიშის წყარო. ნამდვილად მშურს ლაილაშელების, რამე თუ სასმელ წყლად სწორედ ამას გამოიყენებენ. ამის გარდა აქედან გაედინება მილი, რომელიც ქალაქს ამარაგებს წყლით. ყოველ ნაბიჯზე წყაროა, რომ გზავრი გაახაროსა და მწყურვალს მოაგონებენ უკვდავებისა წყაროსა. ეს არის ლექსი, რომელიც აკაკიმ დაწერა რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს და უშუალოდ ამ წყაროს ცალკე მიუძღვნა ლექსი. აქ გამოდის საარაკო ძლიერ სუფთა ცივი წყარო, ამის ბადალს ვერსად ნახავ, ქვეყანა რომ მოიარო. მახსენდება ამაზე ამაშუკელის დოკუმენტური ფილმი. სულ მაინტერესებს ხოლმე რამდენი ადამიანი იყო გადამღებ ჯგუფში იმ დროს და რა ტექნიკით იღებდნენ. რაც შეეხება გადაღებებს, ლაილაში კიდევ იმით არის ცნობილი, რომ აქ არის გადაღებული მე, ბებია, ილიკო და ილარიონის თითქმის 30%. პირველი სასწავლებელი ლეჩხუმის ტერიტორიაზე სწორედ სოფელ ლაილაში გაიხსნა. ეს იყო თუ არ ვცდები 1872 წელს. თავიდან ორკლასიანი იყო ეს სკოლა. ლაილაში თვითონ სიტყვის ეტიმოლოგია არსებობს ორნაირი ვერსია. ერთი ვერსიით ლაილა ძველ ქართულად ღამეს ნიშნავს და როგორც ღამეში, რაც ესე მშვენიერების ეპითეტად შეიძლება აღვიქვათ, ან არის კიდევ მეორე ვერსია. ლაილა ასეთი მწვერვალია სვანეთში, მაგრამ მათი კავშირი ერთმანეთთან დამტკიცებული არ არის. მდინარე ლაჯანურას ხეობა. კანიონი კირქულ ცარცული წარმოშობის. თუ კარგად დავაკვირდებით, კლდეს ნათლად ჩანს სხვადასხვა გეოლოგიური შრეები. მალე რაჭაში შევართ.
რომ არც რაჭველებს ვაწყენინო და არც ლეჩხუმლებს ზედ საზღვარზედ მივირთმევ ხევსურულს თქვენის ნებართვით. რაჭა ჩემო სიყვარულო, ლეჩხუმიდან რაჭაში მიმავალ პირველი სოფელი, რომელიც შეგვხვდებათ, ეს არის ჭრებალო. ჭრებალო თემის ცენტრი. შემავალი სოფლები გენდუში, ზედა ჟეშხა და ქვედა ჟეშხა. ზღვის დონიდან არის 530 მეტრზე და ბოლო აღწერით, რომელიც 2002 წელს ჩატარდა, ცხოვრობს 400-მდე ადამიანი. სოფელ ხვანჭკარის გარდა სწორედ ჭრებალოში იზრდება ყურძნის ისეთი უნიკალური ჯიშები, როგორიც არის ალექსანდროული, მუჯურეთული და თეთრა. ხვანჭკარაზე ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ, რამე თუ პირველ გადაცემაში გქონდა რაჭაზე ხვანჭკარაზე საუბარი და 1000 ჯერ გაგონილს ერთხელ გასინჯული სჯობიაო. სჯობს დალიოთ ხვანჭკარა. რაჭულის ახალხო დღესასწაულებიდან მახსენდება ბოსლობა. ასეთი დღესასწაული არსებობდა საქონლის ბედობაზე. ზამთრის ერთ-ერთ კვირას უქმედ გამოაცხადებდნენ, მთელი კვირა არ მუშაობდნენ და აცხობდნენ ლობიანებს. შემდეგ იმ დათქმულ დღეს დააწყობდნენ ამ ლობიანის ნატეხს, სადაც მიგოსურევდნენ, თეფშზე დადებდნენ კვერცხს, ლორის ნაჭერს შევიდოდნენ ბოსელში, მოუსვავდნენ ქონს ძროხას და ეუბნებოდნენ. ასეთი მსუქანი გაიზარდეო და ასე გამრავლდიო. კვერცხს იქვე ტოვებდნენ ბოსელში. რაჭის ტყის საფარიც განეკუთვნება ეგრეთ წოდებულ კოლხეთის გეოგრაფიულ ბოტანიკურ ზონას. აქაც ძირითადად არის ნარევი, წიწვოვანის და ფოთლოვანი ტყეების. წიწვოვანებიდან როგორც მთელ კავკასიონზე ნაძვი, სოჭი, ფიჭვი, ხოლო ფოთლოვანებიდან მუხა, წაბლი, რცხილა, იფნარი. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მოიკლო ტყის უკანონო ჭრამ და ბევრად კარგ მდგომარეობაშია გასულ წლებთან შედარებით რაჭის ფლორა. გარდა ტურისტული საკურორტო დანიშნულებისა, რაჭა მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულით. აქ მოიპოვება ვოლფრამი, რკინა, ოქრო, მაღალი ხარისხის ქვიშა, რომლისგანაც შესაძლებელია შუშის გამოდნობა, მოლიბდენი, მოსაპირკეთებელი მასალები, მარმარილო და ასე შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი რკინის წარმოებას. ფუნდამენტური ტრადიცია აქვს რაჭაში მეტალურგიას. მოსახლეობა რკინის მადნებს ოდითგანვე ამუშავებდა, ერთ ხეობას სარკინეთიც კი ერქვა და ძალიან საინტერესო იერარქიად ყოფილან დაყოფილი, დანაწილებული იყო ფუნქციები. აი ახლა წაგიკითხავთ თუ რამდენი რგოლი იყო ჩაბმული ამ საქმიანობაში. რკინის კაცები, რომელიც თავიანთი საქმიანობის მიხედვით იყოფოდნენ. მაძიებელნი, ანუ რომლებიც აწარმოებდნენ საბადოს მიგნებას, ამომცნობნი, რომელიც მადნეულის ხარისხს და
რკინად გამომავლობას ამოწმებდნენ, თხრელნი, რომელნიც საბადოდან მადნეულის გამოწველას აწარმოებდნენ, მზიდავნი, რომელთაც ევალებოდათ მადნეულის გადაზიდვა დანიშნულების ადგილას, ზიდვის განსახორციელებლად გამოყენებული იყო ზურგკიდებული, ცხენკიდებული, ჯორკიდებული, ხართმარხილი, ანუ ამას ზამთარში იყენებდნენ, ხარურემი, ცხენურემი. შემდეგ მოდიან უკვე კაზმავები, რომელთაც ევალებოდათ მადნის გაკაზმვა და მისი შემზადება დასაწურად. ხო გონიათ რომ ორჩა? არა, აქედან იწყება. დაკაზმული რკინის მადნის დარიგება საწურ ბოვში, წურვის მსვლელობისას წესიერად წარმართვა. შემდეგ მოდის მბერავები, რომლებიც უსხდნენ საბერველს და უბერავდნენ განუწყვეტლივ. მეუროვენი, ანუ მჭედლები, რომლებიც ბოვიდან ამოღებულ დაწურულ რკინას ლუგვის დიდი ხისუროებით ბეგდნენ ქვის ბრტყელ გრდემლზე. მენახშირეები, რომელთა უშუალო საქმეს წარმოადგენდა სხვადასხვა ჯიშის და ხის ნახშირის დაწვა. შემდეგ უკვე მჭედლები, ანუ კვერით ხურონი, რომელთა მიერ წარმოებდა ნაირ-ნაირი სახის და დანიშნულების რკინის ხელადის გაჭედვა და ბოლო რგოლი. გამსაღებლები, ანუ ალბათ დღევანდელ ენაზე მათ sales manager-ები შეიძლება უწოდოთ, რომელთა უშუალო მოვალეობა იყო ნამატი ხელადის გასაღება და აღებული ნავაჭრისთვის ანგარიშგება. აი ასეთი ჩახლართული და რთული იერარქია ჰქონდათ რაჭველ მეტალურგებს. მეტალურგიის თემა რომ ამოვწუროთ, გავიხსენებდით ცნობილი მოგზაურის გიულდეთ შტეტის ჩანაწერებს, სადაც იგი იხსენებს, რომ ადგილობრივები ამტვრევენ წითელ რკინაქვას, რომლისგანაც სამმაგი გამოდნობის შემდეგ იღებენ რკინას, რისგანაც ამზადებენ ნამგლებს, ნაჯახებს, გუთნის სახნისებს, ჯაჭვებს, რომლებზეც კიდებდნენ ბუხარში ქვაბებს და სხვა რკინის ნაკეთობებს. აგრეთვე იგი იხსენებს ერთ დეტალს, იგი ადარებს ხალიბების ტექნოლოგიას ამას და ამბობს, რომ ურევენ შენადნობაში შავ ფხვნილს. სავარაუდოდ მარგანეცია საუბარი. ამბროლაური. ყოველთვის სიამაყით ვიხსენებ ხოლმე რაჭველების მოგზაურობისადმილ ტოლვას. ამას ალბათ განაპირობებდა ის, რომ ისინი იძულებული იყვნენ, გადაადგილებული იყვნენ, რამე თუ მიწა არ აძლევდათ საშუალებას ერთ ადგილზე დაფუძნებული იყვნენ და მოეყვანათ სარჩო საბადებელი, ალბათ ამან განაპირობა გარკვეული პროფესიული უნარჩვევების ჩამოყალიბება. და რაღაც გარკვეული კასტა ჩამოყალიბდა და არის ასეთი სტერეოტიპი, რომ რაჭველები არიან ძალიან კარგი დურგლები, მცხოველები. თითქმის ყველა რესტორანში შეფმზარეულის პოზიცია მათ აქვთ. მოჭიდავეები, როგორც თქვი, ალბათ სწორედ ეს განაპირობებდა მათი პროფესიული ზნეჩვეულებების ჩამოყალიბებას. სასტუმრო სილოვანი, ქალაქ ამბროლაურის ცენტრი, ორიენტირად შეგიძლია აიღოთ პოლიცია და წინ შადრევანი. სასტუმროში არის 20 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, უგემრიელესი სამზარეულო და რაც მთავარია, დაგიგეგმავენ ნებისმიერ ტურებს რაჭის მთელი მიმართულება. რაჭველების მიგრაცია სხვადასხვა რაიონებში სპონტანური ხასიათი ჰქონდა. როგორც თქვი, ამას განაპირობებდა
მიწის სიმცირე ან მისი არ ქონა. ხშირად უბრალოდ მიდიოდნენ დაუგეგმავა და ხშირად შეთანხმდებოდა ხოლმე რამდენიმე გვარი და ხდებოდა მიზანმიმართული ჩასახლება. შემდეგ ამ ჩასახლების შედეგად უკვე ფორმირდებოდა სოფლები. მაგალითად ასეთი სოფლებია: ქვაბისხევი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტყარშეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ოდიში სოხუმის მუნიციპალიტეტი, ახაშანი ახმეტის მუნიციპალიტეტი და მაისურაძეები თელავის მუნიციპალიტეტი. ჩვენი მასპინძელია კაფე ინოვა მოსაშვილის ნომერი 13 და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ამბროლაურის მკვიდრი კოლორიტული პიროვნება ბატონი ტარიელ ბაკურაძე. უღრმესი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა რაჭა ლეჩხუმს მიუძღვენით, როგორც იცით და გზა რაჭიდან ლეჩხუმამდე. მე პირველად გავიარე ეს მონაკვეთი ცაგერიდან რაჭამდე. ლაილაში გავჩერდით და შემდეგ შემოვედით რაჭაში. აი ამ მონაკვეთზე რამე თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელსაც. საკმაოდ კარგი სიამოვნება მიგიღია, მინდა გითხრა, კარგ ადგილებზე ბრძანდებოდი და რა შეიძლება გითხრა, ალბათ ის რომ ყველაფერი ეს რაც შენ ნახე არის უნიკალური თავის მხრივ და ალბათ ყველა ქართველმა რამე დროს უნდა ნახოს და უნდა ჩაწვდეს და უნდა ხელი შეეხოს. აი მარშრუტი არის ნაკლებად ცნობილი. რაჭაში ცალკე ბევრია ნამყოფი, ბევრი ლეჩხუმში, მაგრამ აი ლეჩხუმიდან რაჭაში ეს თავისთავად რომ გადმოდიხარ უკვე რაჭაში უკვე სხვა სამყაროა, იქიდან გადადიხარ სხვა სამყაროა და ეს უღელტეხილი მართლა კარიბჭესავით არის და ლაილაში ალბათ იცით რა თქვენც რომ საკმაოდ საინტერესო სოფელია, საკმაოდ მულტიკულტურული ებრაელები, სომხები, ქართველები, ბერძნები კი ბატონო და უძველესი ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-14, მე-15 საუკუნეების განძია იქ აღმოჩენილი, რაც მეტყველებს რომ სპილენძის მეტალის თვითონ რკინის დამუშავება მიმდინარეობდა რაღაც დონეზე და ხალხი ცხოვრობდა უკვე ჩამოყალიბებული, რომელსაც შეეძლო უკვე თამამად ალბათ გარემოსთან ურთიერთობა, ნადირობა, რეწვა და ეს ყველაფერი ბევრ რამეზე მეტყველებს. თვითონ მაგ რეგიონის ალბათ ათვისებულობაზე ხალხის მიერ დასაქმება იყო და არის ესეთი ფაქტია, ცნობილი ფაქტია, რომ ეს განძი ინახება რუსეთის ერთ-ერთ ცნობილ მუზეუმში კიდევაც და მეცნიერები მუშაობდნენ თვითონ ამ სოფლის წარმომავლობაზე და აკაკის მოგზაურობაც ალბათ განპირობებული იყო. ბოლო კადრები სწორედ სოფელ ლაილაშია, ვერცხლის ტროს ჩუქნია. ჩუქეს კი ეგეც ცნობილი ფაქტია და ნუ გოსანს დახვდნენ როგორც შეეფერებოდა თვითონ გოსანსაც და ალბათ ის ხალხი ვინც ხვდებოდა შესაძლებელი ხალხი რა თქმა უნდა მოიძებნებოდა იმ დროინდელ საქართველოში და მაღალ კულტურაზე მეტყველებს რომ პატივცემული გაუშვეს ესე ვთქვათ ცნობილი მგოსანი საქართველოს. ლაილაშის შემდეგ მე უღელტეხილია და პირველი სოფელი რაც ხდება ეს არის ჭრებალო. ჭრებალო ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო სოფელია პირველ რიგში დიდი სოფელია და დღეს ახლა რაჭაში ძალიან მიგრაციული პროცესები მიმდინარეობს და ყოველ შემთხვევაში მაინც ინარჩუნებს ეს სოფელი თვითონ ბადობას და ხალხის და ცხოვრების მოსახლეობის თვალსაზრისით საკმაო რაოდენობით ცხოვრობს და ალბათ იმით არის განპირობებული რომ ვაზის კულტურა და ცნობილი ღვინის ქარხანაა და რა თქმა უნდა მევენახეები არიან შრომელი ხალხია და თავის სოფლის პატრიოტი ხალხია და საკმაოდ კარგად უძღვებიან იმ მეურნეობას იმ შიშველი ხელებით ყოველგვარი რაღაც თანამედროვე ტექნოლოგიები რა თქმა უნდა შემოდის ნელ-ნელა მაგრამ აიც მიწაზე მიჩვეული ხალხია და ამ ვაზთან ურთიერთობაში მიგრაცია ახსენეთ და რამ განაპირობა თქვენი აზრით, იმიტომ რომ რაჭაში საკმაოდ მაღალია ეს მაჩვენებელი ოდითგანვე. ძალიან ძნელია ხა ზუსტად
გიო მაგის ახსნა რომ რატო ახლა ეს მიგრაციული პროცესები ფაქტია რომ ოდითგან რაჭველი კაცი დადიოდა ისიც იცი რომ ცნობილი ხელოსნები იყვნენ რაჭველები ხის ხელობას რაც შეეხება ხაბაზები მზარეულები და ესე ერქვა ადრე რომ საშოვარს ეძახდნენ და მიდიოდნენ რაღაც პერიოდით და რა თქმა უნდა ყოველთვის ბრუნდებოდნენ თავიანთ ოჯახებში ფაქტია რომ ალბათ ამ გლობალიზაცია დავარქვათ თუნდაც თანამედროვე ტერმინი რო ვიხმაროთ უკვე კომუნიკაცია რო გაიოლდა ქალაქს და მანქანაც შემოვიდა მე ალბათ უფრო და უფრო ჩასახლდნენ რა მაგრამ ბოლო პერიოდმა კიდე საბოლოოდ სიდუხჭირემდა ყოველგვარი კომუნიკაციის არარსებობამ უკვე მე-20 საუკუნის ბოლოს რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ალბათ ქალაქში ცხოვრება უფრო შრომელკაც და მოხელეს და ხელოსანს უფრო თამამად შეეძლო ოჯახის რჩენა და საშოვარზე ყოფნა კი აღარ ერქვა უკვე ერქვა რომ თავი გაეტანა და სამსახურში ევლო და დასახლდნენ ქალაქში წამოვიდნენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატრიოტული განწყობები აქვთ რაჭველებს იმ დონეზე რომ რაღაც აღდგომებზე მაინც ბრუნდებიან რაღაცა დროს მაინც ივსებიან შესასწავლებზე მაინც უბრუნდებიან ფესვებს უბრალოდ გულდასაწყვეტია რომ ის უფროსი თაობა ნელ-ნელა მიდის ამ ქვეყნიდან და უკვე აი ცარიელის სახლები რო ხდება ადამიანს უკვე აი ახალგაზრდებს უჭირს და მინდა რომ თხოვო და მივმართო რომ თამამატი არონ იმ დაკეტილ ხის სახლებში და ხანდახან არ დაკარგონ ძილი და ფესი და დისკომფორტსაც გაუძლონ და შექმნან რაღაც იწვალონ მაგრამ ფესი არ დაკარგონ და აი ეს პროფესიების ჩამონათვალი ალბათ სწორედ ამ მოგზაურობებმა განაპირობა ამ ეგრეთ წოდებულ საშოვარზე წასვლა იმ თავიდან იყო მიწის სიმცირე ალბათ ეს განაპირობებდა მათ წასვლა სხვა რაიონებში სამუშაოდ და მე უკვე ჩამოყალიბდნენ აი პროფესიონალებად. რამდენიმე 1-4-ის ვახსენეთ, რაც ახასიათებთ რაჭველებს, ანუ ხაბაზები, ხის დურგლები, მოჭიდავეები საკმაოდ უკვე პროფესია გახდა და მაშინ ალბათ ხალხის დასანახად რაღაცა შეიძლება ნიძლავზეც ჭიდაობდნენ და რაღაცა არის ესეთი ისინი საკმაოდ ძლიერი ხალხია და ალბათ დინჯია და ამ დინჯეში მე ჭეშმარიტება ებადებათ რა და ყოველ შემთხვევაში ეს პროფესია ეს არაკი საიდან მოდის მათ სიდინჯესთან დაკავშირებით მე ვისთანაც მქონია შეხება პირიქით ვერცხლის წყალით მოუწვენარი ხალხია ხო რა ვიცი არის ესეთი ხალხი მართლა მეც თუ მკითხავ ხა ძალიან მაინდა ნელები და ის არ არის მაგრამ ფაქტია რომ ერთად რო იყრიან თავს ისეთი საუბარია ისეთი მიდგომებია ისეთი ხუმრობაა თუნდაც და ენამოსწრებული ხალხია რომ სიდინჯეზე მეტად სხვა რამე იფიქრო მაგრამ მეორე მხრივ რო შეკეთო ისე დინჯად მიყვებიან და ისე დინჯად ერთი თქვან შეიძლება მაგრამ გული გაუპონი. ანუ აქვს არსებობის უფლება ამ მოსაზრებასაც, რომ დინჯები არიან. რაღაც გარემო პირობებით და მედიდური მთებისა და ჰაერის და წყლის შესანიშნავმა ნაზავმა გამოიწვია რაჭველი ხალხის დარბაისლობა და გაიკაცობაც ესე ვთქვათ რა. გარდა საკურორტო პოტენციალისა, რაჭას რა პოტენციალი აქვს თქვენი აზრით? ბევრი პოტენციალი აქვს რა. პირველ რიგში რაჭას პოტენციალი იმისი აქვს, რომ აი მარტო რაც რაჭველები ხა მიგრაციაში იმყოფებიან. იმგენმა რომ იმ ხალხმა რომ თავის ოჯახებს მიხედონ და ანდახან მაინც ჩამოვიდნენ ამისთვის რა თქმა უნდა საერთო ეკონომიური სიტუაცია უნდა აძლევდეთ მაგის საშუალებას. უკვე ტურისტზე გათვლაც უკვე გაჭირდება იმ პატარა კუთხისთვის იმდენი რაჭველია წამოსული და ქალაქად და არ ვიცი ხა ამერიკას იმ ფილმშია კოლუმბს რო დახვდებიან იქ რო ჩავლება მე მგონი ხა ამერიკაშიც ბევრი არიან და აფრიკაშიც და ავსტრალიაშიც დარწმუნებული ვარ და ყველა დარგი შეიძლება განავითაროთ რა იგივე ძალიან გული მწყდება რომ დღეს ძალიან ცოტა შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს იგივე დურგალი, კვალიფიციური, იგივე მზარეული
ნებისმიერ შემთხვევაში ხელსაქმე, რასაც ქვია კაცის საქმე, ყველაფერი გამოსდით რაჭველებს. არის შესანიშნავი რესურსი მაგისთვის, თუნდაც ის ხეთყე, არის მადნებია, უამრავი რაღაც ის არის რა, შეუსწავლელი თუ შესწავლილი მადანი, მარაგი რაჭაში, რომელსაც ალბათ რაღაც პრაგმატული გათვლა უნდა, რაღაც ზომიერი პოლიტიკა უნდა იმისკენ რომ მივიდეს, თორე ხა დღეს რომ ჩვენ სადღაც კავკასიონის ქედზე კარიერები გავხსნათ და ოქროს და ფერადი ლითონების მოპოვება დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში და ორ დღეში არ გამოვა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ თუნდაც იმ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით, ცხოვრების დონის ამაღლებით, ხელმისაწვდომობით უკვე იგივე ნებისმიერ აი თანამედროვე პროცესებთან და ტექნოლოგიებთან თავისთავად განვითარდება მე რაჭაც და ყველა დარგი წამოიწევს ამისთვის უნდა შევაჩეროთ პირველ რიგში მიგრაცია, შრომის უნარიანი ახალგაზრდობა, ეს მაგარი ბიჭები, რომელიც იქ არიან ეხლა და არ უნდა გაიქცენ, არ უნდა წავიდნენ რაჭიდან, არ უნდა რაღაც გადაუხვიონ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, რასაც რაღაც ელემენტარული პირობები უნდა შეიქმნას მათთვის, რომ ახალგაზრდასთვის სურვილი გასვლის, ან დაბრუნების სურვილი. თუნდაც აი ძალიან რო ვაკვირდები, ძალიან ბევრი გაუთხოვარი და უცოლო ახალგაზრდა დადის. კომპლექსი დავარქვა თუ რაღაცის შიში ვერ ბედავს ეს ხალხი იყო ცხოვრებიდან გამომდინარეა და იყო ადრე ტექნიკუმი იყო რაჭაში, პროფტექნიკუმი იყო, საიდან საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდა და უამრავი შერეული ოჯახია, გამიგე მაგ დროიდან, რომ აი მიმოსვლის დროს და ესა და რაღაც ამ კუთხის ახალი სისხლი ჭირდება მეტი უნდა რა, რომ გამბედაობა ჭირდება იგივე იმ კომპლექსებზე გადაბიჯება, რაც ამ ცუდმა 90-იანმა წლებმა ალბათ დატოვა მაინც და დღითი დღე უკეთესი და უფრო ხალასი ხდება, მაგრამ მაინც თავარია ეს ახალგაზრდების იმ ხანში შესული, რა თქმა უნდა, იმგენმა რა დააშავა, იმათაც ღირსეული ცხოვრება უნდა და სიბერე, მაგრამ ეს შრომის უნარიანი ახალგაზრდები ალბათ უნდა როგორღაც სახელმწიფო უნდა იზრუნოს, რომ დარჩენ და ეხლა საზღვრების გახსნა ვიზები კარგია, მაგრამ ისე მეშინია, შეიძლება ერთი კაცი აღარ დარჩეს, ყველა და წავიდეს და გიგითხარი ხელიდან ყველაფერი გამოსდის ამ ხალხს და ეგეთი ყველას უნდა მერე და არავინ აღარ შეელევა რომ გაიცნობს ახლოს რაჭველ კაცს. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენი გადაცემის თემას, მოგზაურობას. რაჭველები როგორც თქვი, ცნობილი მოგზაურები არიან. თქვენი მოგზაურობები მინდა გავიხსენო. მოგზაურობით მართლა ბევრი მიმოგზაურია და ბევრ ადგილას ყოფილი ვარ, მაგრამ ეპიცები არ ვიცი რატო ხდება ახლა მე არც ვინმეზე მეტად პატრიოტულად არ გამოჩნდები და ვერ ავიღებ ჩემ თავზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი რაც აი ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს და ვერ გააკეთო არ არის რა დედამიწის ზურგზე მე სადაც ყოფილი ვარ ყოველ შემთხვევაში, ну რა თქმა უნდა განსაკუთრებული მოვლენები ყველგან არის, მაგრამ უნიკალურობის თვალსაზრისით ნებისმიერი მოგზაურობა თავისთავად საინტერესო და კარგია, მაგრამ იგივე მე მაინც დაუბრუნდები რაჭას, რომ იგივე სხვა მხრიდან რომ შემოვიდეს აქ სტუმარი და მოგზაური, იგივეს ნახავს ალბათ რაც მე მინახავს უცხო ქვეყანაში და რომელ ქვეყანას მიამსგავსებდით რაჭას? ესე ზოგადად კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ არის ბევრი ადგილია იგივე რუსეთში, უკრაინაში, კარპატებში, შვეიცარია, ავსტრია, რაღაც ფრაგმენტულად ბევრი რაღაცაზე შეიძლება რა აიღო აქცენტი, მაგრამ აი ავსტრია, შვეიცარიაზე გამახსენდა, აი კურორტის შოვის სწორედ მაგ ბაზაზეა გაკეთებული, როგორც სავალალო მდგომარეობაშია, კი და მე ხა ზუსტად თავს ვერ გამოვიდებ, მაგრამ ერთ დროს ერთ-ერთმა რევოლუციონერმა იდეით დაფუძნა, რომელიც მოგზაურა ავსტრია, შვეიცარიაში იქ უნახავს მსგავსი კურორტები და მაგის ანალოგი, რომელიც სავალალო დღეშია და ალბათ მართლა რაღაც გლობალური
პოლიტიკის შედეგად შეიძლება რომ საქართველოს დარჩეს და მან მე ჩემ ბავშვობაში მახსოვს ჩვენი მამების თაობიდან და შეიძლება უფრო ადრინდელი თაობიდან მოყოლილები და ის რომ არ უნდათ რომ რაღაც საკავშირო მნიშვნელობის კურორტი გამხდარიყო რომ აი წაგვართმევენ მე ასე იქნება ისე იქნება რუსეთი იმიტომ რომ მარგალიტია რა თავისთავად მაინც ახლა კი რაღაც პრობლემები გვაქვს ახლა ტერიტორიული თვალსაზრისით ანუ რაჭველები ოდითგან გამოირჩეოდნენ ტოლერანტობით იგივე ეს ებრაელების ებრაელები 150 წელზე მეტია გვერდ დგას და ევროპაში ითვლება უძველეს ებრაულ სინაგოგად ეს სინაგოგა და ძალიან დიდი ინტერესია ებრაელების მხრიდანაც რომ შენარჩუნებული იყოს მოვლილი იყოს და უფრო მეტი ტურისტის მოზიდვის თვალსაზრისით ბერშევაში, ქალაქი ბერშევა, ისრაელში ნამყოფი ვარ. იქ მერიის შენობაში დევს სინაგოგის მაკეტი, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთმა ცნობილმა რაჭველმა აჩუქა ბერშევას მერს. და მაკეტის სანახავად ტურები იმართება ჩამოსულ ტურისტებს, ხოლმე ტური აქვს ერთ-ერთი სანახაობა, შედიან და იმ მაკეტს ნახულობენ, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომელიც ლაივში რომ ნახონ ონში გაცილებით სამბეჭდავი იქნება დამერწმუნეთ რა. შესანიშნავი დასი იყო რაჭაში, გიგა ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა რეჟისორი, რომელიც ცნობილი ერისთავი, რაჭის ერისთავი როსტომ 50-60 წლებში ხდება. 70-იან წლების დასაწყისამდე, თითქმის 80-იან წლებამდე იფუნქციონირა ამ დასმა და სხვა რეჟისორებიც იყვნენ, რა თქმა უნდა. ცნობილი რაჭის ერისთავის როსტომ ერისთავი იყო ესეთი ერისთავი, ალბათ ყველა რაჭველმა იცის ამ სიუჟეტია პიესა სისხლის ცრემლები ერქვა და მე ახლა ჩვენი უბრალოდ ვიცი ანშლაგებით გადიოდა რუსთაველის თეატრში რამოდენიმე დაგეგმილზე 3-4-ჯერ მეტი ხნით ეს პიესა და დღესდღეობით არ ფუნქციონირებს დასი. არა, დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს. არის რა თქმა უნდა ის კარგი ხალხი, რომლებიც ენთუზიაზმით დღემდე მოვიდნენ და დღეს შესანიშნავი შეინარჩუნეს რაღაც ტრადიციები, სანამ ცოცხლები არიან, ჯანმრთელად არიან, კიდე რაღაცაზე მიბმა შეიძლება. შესანიშნავი სამხატვრო ფოლკლორული ანსამბლი, ხალხური სიმღერების ანსამბლი არის შესანიშნავი საგალობელი, რომელიც კი ნამდვილად აღსანიშნავია, რომ იმ ენთუზიაზმიდან რაღაც მთავრობის ხელშეწყობაც აქვს, ეხა ხელფასი აქვს, ასე თუ ისე ფორმა, ჩოხა. მაგრამ მეტია საჭირო როგორც იქ ახალგაზრდები რომ ღერიან იმას, რაღაც აი ოჯახის რჩენაც უნდა, ხო, ან სამსახური უნდა კონდეს და მოყვარულის დონეზე მე იმღერებს და მოგვანიჭებს სიამოვნებას, ან თავისი ლამაზი ხმით უნდა შეძლოს და უნდა იცხოვროს ღირსეულად. დავიტოვოთ ამის იმედი, ასეთ იმედიან ტალღაზე დავემშვიდობოთ ტელემაყურებელს. მომავალ შეხვედრამდე, კარგად. ხონდის, კარგად, წამდებოდეთ.